საღამომშვიდობის პატივცემულო ტელემაყურებლებო, ვაგრძელებთ კონკურსს რაიონის ყველაზე ინტელექტუალური მოსწავლე. დღეს მეხუთე ტურია. მინდა წარმოგიდგინოთ დღევანდელი ტურის მონაწილეები. მირანდა ჭანკვეტაძე, დამოუკიდებელი სკოლა გორგასალი. გურანდა სხილაძე, ილემის საჯარო სკოლა. მარიამ გურეშიძე, კვალითის საჯარო სკოლა. რომეო ლუტიძე, საზანოს მეორე საჯარო სკოლა. ნოდარ შარიქაძე, მეშვიდე საჯარო სკოლა. ჯუმბერ კალანდაძე, მეოთხე საჯარო სკოლა. გიორგი გურეშიძე, მესამე საჯარო სკოლა. გვანცა სარალიძე, ფუთის საჯარო სკოლიდან და ნანა ჭუმბურიძე, შორაპნის საჯარო სკოლიდან. მე მინდა მივესალმო ჟიურის სახელით მონაწილეებს და წარმატებები უსურვო მათ. ჩვენი კონკურსი იცით რომ ორგანიზებულია ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურს ცენტრისა და ტელეკომპანია არგოს მიერ. დღეს ჟიურის შემადგენლობაში იმუშავებენ ჟიურის თავმჯდომარე ბატონი დავით ლაბაძე, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელი, საგანმანათლებლო რესურს ცენტრიდან ქალბატონი მარიხი ქათამაძე და მუნიციპალიტეტის ორი სპეციალისტი, შესაბამისად განათლების საკითხებში მთავარი სპეციალისტი და ახალგაზრდობის საკითხებში მთავარი სპეციალისტი, ქალბატონი თამარ ლურსმანაშვილი და შორენა გაბეხაძე მიიღებენ მონაწილეობას ასევე ჟიურის შემადგენლობაში. მათთან ერთად ვიმუშავებ მეც ტელეკომპანია არგოს მხრიდან. ბატონო დავით, ჩვენ უკვე მეხუთე ტურს ვატარებთ. მეტნაკლებად ინფორმაცია ცნობილია მონაწილეებისთვისაც და ალბათ ტელემაყურებლებისათვის თუ რა პრინციპით ტარდება ტურები, მაგრამ ახალი მსმენელისა და მაყურებლისათვის ალბათ ის მაინც საინტერესო იქნება კიდევ ერთხელ შევახსენოთ ის პრინციპები, რითაც ხელმძღვანელობს და დებულების ის პუნქტები, რითაც ხელმძღვანელობს ჟიური, როცა რაიონის ყველაზე ინტელექტუალური მოსწავლის გამოსავლენ კონკურსს ატარებს. მოგესალმებით ტელემაყურებელს, მოგესალმებით მონაწილეებს. დღევანდელი შესარჩევი ტურის ჩატარდება სხვა ტურების ანალოგიური პრინციპებით. შედგება ის სამი ეტაპისაგან. პირველ ეტაპზე მოგეცემათ 15 შეკითხვა, სწორი პასუხისათვის 1 ქულა, არასწორი პასუხისათვის 0 ქულა, დრომოფიქრებისათვის 15 წუთი. პირველი ტურის შედეგად 5 საუკეთესო მონაწილე გადავა მეორე ტურში. მეორე ტურში მოგეცემათ 10 შეკითხვა ანალოგიური პირობებით. პირველი და მეორე ტურის ქულათა ჯამის მიხედვით გამოვლინდება მესამე ფინალური ტურის 3 საუკეთესო მონაწილე და ბოლოს სამივე ტურის ქულათა ჯამის მიხედვით გამოვლინდება დღევანდელი შესარჩევი ტურის გამარჯვებული, რომელიც მონაწილეობას მიიღებს საბოლოო დასკვნით ტურში. ასე რომ გისურვებთ წარმატებებს, მთელი პასუხისმგებლობით და შესაძლებლობების სრული გამოვლენით მოვეკიდეთ დღევანდელ შეკითხვებს, გადაამოწმეთ თქვენი შესაძლებლობები და საკუთარი შრომით მოიპოვეთ წარმატება. სტუდიაში პირველი ტური იწყება. ჟიურის თავმჯდომარემ მოგახსენათ, რომ 15 შეკითხვა უნდა მიეცეთ მონაწილეებს, მაგრამ ჩვენ ვიცით ჩვენი ტრადიციაც, ეკრანზე თვალყურს ადენებენ ტელემაყურებლები კითხვებს და მინდათ ეს კითხვები ეკრანზე შემოგთავაზოთ. რა ჰქვია ღომში ჩახარშულ სულგუნს? რა არის მზე? რა ერქვა აკაკი წერეთლის შვილს? რამდენ ჩაფს უდრის კოკა? აფრა იგივეა რაც? რომელი სახელმწიფოს ტერიტორიაზეა მინგეჩაურის წყალსაცავი? რას ნიშნავს ბერძნული სიტყვა ბიო? რა ჰქვია ჩაის ბუჩქების ერთობლიობას? რომელ მდინარეზეა აგებული ზაჰესი? რომელ ქალაქშია არსენა ოძელაშვილის ძეგლი? რომელი ხალხების დასახლებას ერქვა ფაზისი და დიოსკურია? ტრადიციის მიხედვით რა ითვლებოდა მთავარ პრიზად ქართულ ჭიდაობაში? რა არის კალახარის სახელით ცნობილი? სპორტის რომელ სახეობაშია ოსტატობის ხარისხი დანი? სად მოკლეს ალექსანდრე გრიბოედოვი?
15 კითხვაზე სწორი პასუხით გაცემით 5 მონაწილემ შესძლო მეორე ტურში გადასვლა. ბატონო დავით, ტელემაყურებლებს ალბათ სწორი პასუხები აინტერესებს, ჩვენ მონაწილეებს კი გვარები, ვინ შესძლო მეორე ტურის საგზურის მოპოვება. მოგახსენებთ პირველი ტურის შეკითხვებზე სწორ პასუხებს. რა ქვია ღომში ჩახარჯულ სულგუნს ელარჯი? რა არის მზე ვარსკვლავი? რა ერქვა აკაკი წერეთლის შვილს ალექსი? რამდენ ჩაფს უდრის კოკა 4-ს? აფრა იგივეა რაც იალქანი. რომელი სახელმწიფოს ტერიტორიაზეა მინგეჩაურის წყალსაცავი აზერბაიჯანის? რას ნიშნავს ბერძნული სიტყვა ბიოსიცოცხლეს? რა ქვია ჩაის ბუჩქების ერთობლიობას პლანტაცია? რომელ მდინარეზეა აგებული ზაჰესი მტკვარზე? რომელ ქალაქში არსენა ოძელაშვილის ძეგლი მცხეთაში? რომელი ხალხების დასახლებას ერქვა აზისი და დიოსკურია ბერძნების? ტრადიციის მიხედვით რა ითვლებოდა მთავარ პრიზად ქართულ ჭიდაობაში? სყვარი, ბატკანი, რა არის კალახალის სახელით ცნობილი? უდაბნო, სპორტის რომელ სახეობაშია ოსტატობის ხარისხი დანი? კარატეში სად მოხდეს ალექსანდრე გრიბოედოვი ირანში? მონაწილეებმა დააგროვეს შემდეგი რაოდენობის ქულები. მარიამ ჭანკვეტაძემ 3 ქულა, გურანდა სხილაძემ 3 ქულა, მარიამ გურეშიძემ 5 ქულა, გვანცა სარალიძემ 4 ქულა, რომეო ლუტიძემ 6 ქულა, ნანა ჭუმბურიძემ 6 ქულა, ნოდარ შარიქაძემ 7 ქულა, ჯუმბერ კალადაძემ 9 ქულა, გიორგი გურეშიძემ 1 ქულა. ამრიგად გამოვლინდა მეორე ტურის 5 მონაწილე: ჯუმბერ კალანდაძე, ნოდარ შარიქაძე, ნანა ჭუმბურიძე, რომეო ლუტიძე, მარიამ გურეშიძე. თხოვ ამ 5 მონაწილეს დაარჩეს დარბაზში. მეორე ტურისათვის 10 კითხვაა შერჩეული, ამ კითხვებს ტელეეკრანზე გთავაზობთ. რომელ ფრინველზე ამბობენ თავსავარცხელას? რა იყო პოლისი ძველ საბერძნეთში? რა ერქვა ბიბლიური იაკობის ცოლს? ვინ არის სახელმწიფო ბრალმდებელი სასამართლო პროცესზე? მდინარე დუნაის ერთ ნაპირზე განლაგებულ ქალაქს პეშტი ჰქვია. მეორეზე კი რომელი ქართველი საზოგადო მოღვაწე იყო ელჩად საფრანგეთის მეფე ლუი მე-14-თან? რომელ საუკუნეში შეიქმნა ლიტერატურული დაჯგუფება ცისფერ ყანწელები? რა ქვია ქსოვილთა და ორგანოთა გადანერგვას მედიცინაში? რა ერქვა დავით აღმაშენებლის ყივჩა მეუღლეს? რისი საცავია ფინოთეკა? პატივცემულო ტელემაყურებლებო, როგორც გადაცემის დასაწყისიდან იცით, თქვენ უყურებთ მეხუთე შესარჩევ ტურს. დღეს მეხუთე ინტელექტუალი უნდა დასახელდეს რაიონის საჯარო სკოლების წარმომადგენლებიდან და ბატონო დავით, ამ მეორე ტურით უკვე ამ მეხუთე შესარჩევი კონკურსიდან ჩვენ გვაქვს საშუალება დავასახელოთ კიდევ ერთი მეხუთე გამარჯვებული. მოდით კითხვებზე სწორი პასუხის შემდეგ მისი გვარიც უთხრათ ჩვენს ტელემაყურებლებს. ჩვენ მოგახსენებთ მეორე ტურის შეკითხვების კითხვებზე სწორ პასუხებს. პირველი, რომელ ფრინველზე ამბობენ თავსავარცხელას ოფოფსზე? რა იყო პოლისი ძველ საბერძნეთში ქალაქის სახელმწიფო? რა ერქვა ბიბლიური იაკობის ცოლს რახილი? ვინ არის სახელმწიფო ბრალმდებელი სასამართლო პროცესზე პროკურორი? მდინარე დუნაის ერთ ნაპირზე განლაგებულ ქალაქს პეშტი ჰქვია, მეორეზე კი ბუდა. რომელი ქართველი საზოგადო მოღვაწე იყო ელჩად საფრანგეთის მეფე ლუი მე-14-თან სულხან-საბა ორბელიანი? რომელ საუკუნეში შეიქმნა ლიტერატურული დაჯგუფება ცისფერ ყანწელები მე-20 საუკუნეში? რა ქვია ქსოვილთა და ორგანოთა გადანერგვას მედიცინაში ტრანსპლანტაცია? რა ერქვა დავით აღმაშენებლის ყივჩა მეუღლეს გურანდუხტი? რისი საცავია ფონოტეკა? ხმის ჩანაწერების. მეორე ტურში მონაწილეებმა დააგროვეს შემდეგი რაოდენობის ქულები. მარიამ გურეშიძემ 1 ქულა, რომეო ლუტიძემ 6, ანა ჭუმბურიძემ 1, ნოდარ შარიქაძემ 5, ჯუბერ კალანდაძემ 9.
პირველი ორი ტურის შედეგების მიხედვით მონაწილეებს აქვთ ქულათა ჯამის შემდეგი რაოდენობით: მარიამ გურეშიძეს 6 ქულა, რომეო ლუტიძეს 12 ქულა, ანა ჭუმბურიძეს 7 ქულა, ნოდარ შარიქაძეს 12 ქულა, ჯუმბერ კალანდაძეს 18 ქულა. ამრიგად მესამე ტურის ჩატარება კარგავს აზრს. ჯუმბერ კალანდაძე დანარჩენი მონაწილეებისათვის იქნება მიუღწეველი და ის გახდა დღევანდელი მეხუთე შესარჩევი ტურის გამარჯვებული და ფინალური დასკვნითი ტურის მონაწილე. ულოცავთ მას წარმატებას და ფინალშიც ველოდებით მაღალ შედეგს. დღეს გამარჯვებული ჯუმბერ კალანდაძეა მეოთხე საჯარო სკოლის მოსწავლე. ჯუმბერ, გილოცავთ ამ წარმატებას და ჩვენი ტრადიცია თქვენ შეგიძლიათ ტელეეკრანით მადლობა გადაუხადოთ თქვენთვის სასურველ პიროვნებას, სკოლას, პედაგოგებს. ძალიან მოხარული ვარ ჩემი დღევანდელი გამარჯვებით და ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ტელეკომპანია Argos ამ პროექტის ორგანიზატორებს ამ შესანიშნავი პროექტისათვის და აგრეთვე რა თქმა უნდა ჩემი სკოლის პედაგოგებს და რა თქმა უნდა ჩემი სკოლის დირექტორსაც, რადგან მათაც დიდი წვლილი აქვს შეტანილი ჩემს ინტელექტუალურ განვითარებაში. ასეთი იყო ჩვენი კონკურსის მეხუთე შესარჩევი ტური. მე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ იმ კონკურსანტების გვარებს, ვინც შესძლო ფინალურ ტურში გადასვლა: ბაქარ მუმლაძე პირველი საჯარო სკოლიდან, ჟორა თურქაძე მეექვსე საჯარო სკოლიდან, თამთა ხიდაშელი პირველი საჯარო სკოლიდან, მარიამ არაბიძე უკაცრავად თამთა ხიდაშელი პირველი სვირის საჯარო სკოლიდან გახლავთ, მარიამ არაბიძე კი პირველი საჯარო სკოლის მოსწავლეა. დღეს მათ ჯუმბერ კალანდაძე შეემატა. ვინ იქნება მეექვსე, ამას ხვალ შეიტყობთ მომავალ შეხვედრამდე.